ახალციხის ალფა-მარკეტში ისევე როგორც ბოლო დღების განმავლობაში ხალხმრავლობა დღეს დილიდანაც შეინიშნებოდა. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქ როგორც მყიდველთა რაოდენობამ, ისე პროდუქტის ფასმა იმატა. მცირე მეწარმეები თუ სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ფერმერები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა წინა საახალწლოდ სურსათზე ფასი 30%-მდე გაიზარდა. მოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ სადღესასწაულო პერიოდებში პროდუქტზე ფასების საგანგაშო არ არის, თუმცა ისინი მყიდველთა რაოდენობას მაინც უჩივიან. აგერ 50-ში ვყიდი ეს მანდარინა საშუალო, მას ვყიდი 70-ში. რა ვიცი, აგერ 5 დღე ჩამოსული ვარ და აგერ ჩემი სახლის მანდარინია და ვერ ვყიდი. ამ წელს ასეთია ვაფშე. მოვა არც 1 გრამი არ გავიდა ისა, ჩეკის მარტო ფულია. ფასები არ აწყობს თუ რატომ? არა, ფასების არა, ხალხი არა. ბოლოკე ჭალხალები ექციურ ლარი ღირს. სტაბილო ლარნახევარი ღირს. წვანილები 8 ლარი ღირს კილო. ძალიან ცოტა მიდის, იმიტომ რომ შეიძლება ისე რომ ფული არ არის ხალხის ხელში. ყველაფერში 1-30%-ით მომატელურია ფასები. რავი, 2 დღეა რაც გამოვიტანეთ, მაგრამ გასავალი ჯერჯერობით არ აქვს, იმიტომ არ იციან ჩვენთან. ეხლა უფრო ითვისებს ჩვენი ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომ საჭიროა ქართულ ოჯახში ყველგან. გასავალი ძალიან ნაკლებად, მაგრამ ძალიან იეფათად ვყიდით ლარებში, 2 ლარებში, 3 ლარებში. მიუხედავად მცირე მეწარმეების მტკიცებისა, რომ პროდუქტზე ფასების საგანგაშო არ არის, მყიდველთა უმეტესობა მაინც უკმაყოფილოა. ისინი ამბობენ, რომ ნაკლები შემოსავალი აქვთ და პროდუქტის საყიდლად თანხები არ ყოფნით, თუმცა იძულებულნი არიან წინა საახალწლოდ გაძვირებული სურსათი მაინც შეიძინონ. მოსახლეობის ნაწილისათვის კი დღესასწაულის მიუხედავად ფასები შესაბამისია. სად არის ფინანსები შვილო, სად არის ფინანსები, მაგრამ გაჭირებით რა. ცოტას რაღაცას ვახერხებთ. ფასები როგორია? ფასებზე რა სიტყვით? ძვირია ყველაფერი, მაგრამ რა. ძალიანაც ნორმალურია, მაგრამ ცოტა ეფირო იყოს, კარგია. ჯიბერაც სკელია, კარგია, შეწვდები, მაგრამ ვერ ვწვდებით ყველაფერს რა. ელემენტარული ახლა ახალი წელი რო გავითანოთ, კი ბატონო, მაგრამ შემდეგ არ ვიცი. უნდა თქვა, მე პენსიონერი ვარ და ჩემთვის არა, მე ის არის ავანტყოფი ქალი ვარ და რაც პენსია ავიღეს, უტამაში დავხარდი. ნემსები და წამლებს ყლაპავ ახლა. ახალციხის ალფა-მარკეტის დირექტორი მეცხრე არხთან საუბარში ამბობს, რომ სადღესასწაულო პერიოდშიც და წლის ნებისმიერ დროსაც საბაზრო ფასებს თავად მცირე მეწარმეები არეგულირებენ. გიორგი ნიჟარაძის თქმით, მოვაჭრეებს შორის ყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ წინა საახალწლოდ შეინიშნება. არის აქ ესე და ვიყიდე, გავყიდე. მაგის გარდა არის ჩემი საკუთარი სოფლებიდან ჩამოვიტანე და გავყიდე. ამ ყველაფერს თვითონ არეგულირებს. თვითონ აი ეს მცნება რომ შემოვიტანე ბაზარში და ვყიდი, ხომ? რამდენად ვყიდი, ის რამდენად ყიდის, კონკურენცია. ალფა-მარკეტის დირექტორი ეკუსთან განმარტავს, რომ საახალწლო პერიოდებში სურსათზე ფასების სტატისტიკას ადმინისტრაცია მხოლოდ 31 დეკემბერს აჯამებს და არკვევს, რა მდგომარეობა იყო ამ პერიოდის განმავლობაში. გიორგი ნიჟარაძემ პროდუქტის ფასებზე ამ დროის სტატისტიკა ჯერ არ იცის, თუმცა ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით ვაჭრობა შემცირებულია. ამის მიზეზად კი იგი ჰაერის დაბალ ტემპერატურას ასახელებს.